გავარჯობა. დღეს მოკლედ ამ ბოლოს მხოლოდ კარგი ხდება ჩემ ცხოვრებაში და ცოტა უცნაურია იქ. იმიტომ რომ ველოდები ცუდი როდეს მოხდება და ფიქრობ რომ მოხდება დიდად არ მეწყნევა, იმიტომ რომ სამყაროში ბალანსია საჭირო, მე კიდევ მხოლოდ კარგი მივართებ ამ ბოლოს და ცუდიც უნდა მოხდეს ზოგჯერ, რომ გავარჩიო კარგი რომელია და ცუდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ კარგი ხდება და შეიძლება ამიტომ მგონია, რომ კარგი ხდება და შეიძლება სხვისთვის ცუდი ყოფილიყო ის, რაც მე კარგად აღვიქვია, არ ვიცი. და მოკლედ კომპიუტერს ის აქვს, Activate Windows თავს, იმიტომ რომ Windows 10 Pro მეყენათ რაღაც კლავა. ხო და Activate Windows თავს და მაგის გამო რაღაცებს რო სკრინა ცუდად გამონდეს. და watermark-ი ჩანს და მაგის მოშორება მიწევს, ან საერთოდ აღარ სკრინავ ხოლმე. მთელი დღე მიხოს მუსიკებს უსმენ. უბრალოდ ვია-19-ს უსმენ. დღეს საკაიფოდ მეწინა. დილას ხო გავიღვიძე. მერე კიდე მეწინა. მერე კიდე გავიღვიძე და Minecraft-ი ვითამაში. და სიდში მივუთითებია 19 და შორის კარგი აღმოჩნდა. ძალიან მაგარი სიდი აღმოჩნდა, იმიტომ რომ რამდენიმე ნაბიჯში იყო ის ყლავა რა. სოფელი ხო? და სოფლის იქით ნეზერის პორტალი იყო გაკეთებული, მაგრამ დანგრეული. და ბევრი ის წამოიღე რაღაც ბლოკები. და აშენება ვაპირებ მაგით. და წინასწარ ძალიან ბევრი ხელი მოვაგროვე. დაახლოებით მოკლედ დიდ ჩესტში რა, ერთი ხაზი რამდენიცა გაისრა 64 სტექიანებით. და მიშა და ოდიშა ძალიან თესლ მუსიკას ქმნიან. ისეთ მაგარს რომ გამოყლედები. გუშინ ახალ ადამიანს წერდი. მაგრამ ალბათ ეგეც ჩაივლის რა, დროებითია ყველაფერი რა. და არა უშავს, ალბათ ეგეც გაქრება, მაგრამ ახალი წელი სასიამოვნო იყო. ნოვიგოდული ნორი იყო ახალი წელი. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემი ხმა ისმის. თუ არ ისმის, ხელახლა არ ჩავწერ. მაგრამ თუ ისმის, აკაც მომიწევს ხელახლა ჩაწერა. ფიქრობ ნელა ალბათ თავს დავანებებ, იმიტომ რომ იმაზე მეტი დრო მიაქვს, ვიდრე გინდა რომ დავუთმო. თან ოდიშას მაუსი უნდა მივიცე და ის კლავიატურას მომცემს თუ პირიქით. არა, ხო მაუსი უნდა მივიცე, ზედმეტი მაქვს. იმას კლავიატურა აქვს ზედმეტი. ხო და ახალი კლავიატურით გამემარტივდება Minecraft-ის თამაში. ამით მიჭირს, იმიტომ რომ რამდენიმე ღილა გიჭედოს და მაგალითად უკან წამოსვლის ღილა გიჭედოს. და რაღაც მოგებს რო ხოცო ან მოსტრებს ცუდად თორდება ხოლმე თუ კრიპერთან თამაში. იმიტომ რომ ვეღარ ვიწევი უკან და მაფეთქებს და მკლავს ხშირად. ძალიან მაგარ მუსიკას ქმნიან ჩემი მეგობრები, ანუ ხო არის რა, რომ სასტავს მეგობრები იყოს. მე კიდე შემიჩნევია, რომ ჩემი აბსოლუტურად ყველა მეგობარი ძალიან ლამაზია და უმეტესი ნაწილი ძალიან თესლ რაღაცებს აკეთებს. და ამ უმეტესი ნაწილი მუსიკას წერს ძალიან საკაიფოდ. კაქტუსს უყურებ, რომელიც ძალიან დიდი ხანი არავის არ მოუწყოს დიდი ალბათობით. იმიტომ რომ მე არ მომირწყავს. მამა ჩემს არ მოუწყოს. ჩემი ძმა არ მორწყავდა. კაი, წყალს დავუსხა მოგვიანებით, რომ მორჩები ამის ჩაწერას. დღეს ერთხელ ჯამე. თუ ორჯერ. ორჯერ. დილას ყიყლიყავ ჭამე, მერე გრეჩხა. ჰუგო კანტის ის მღერარვა In the Wood
სიმღერა არა უფრო მუსიკა. ძალიან მაგარია. მაგას უსმენდი ძალიან ბევრი საათი. რამდენიმე დღის მანძილზე. რა ჭოჭო თესლი კაცი. და განათმობილი არ არის ჩართული, ხოლო საროჭკა და ის მოცი აქვს კლავიატური და არ მცივა ამაში. ძირითადად მცივა ხოლმე. Gaming videos გადაყევას ვაპირებდი, მაგრამ მგონი არ მომეწონა რაც ვითამაში, ანუ ინტერეს თამაში იყო რა. და აღარ დავდე წავშლი მოგვიანებით. მგონი სამი ცოლ-ქმარი მყავს. ერთი არის ნიკა. მეორე არის მარი. მესამე არ მახსოვს, მგონი მათე. ვიღაცა იყო კიდე რა. მათეც არის, მაგრამ კიდე ვიღაცები იყვნენ რა, აღარ მახსოვს. რაზე მომენად რომ შამელი ვნახე რამდენიმე დღის წინ და ძალიან კარგი იყო. ისევ ისეთი დადებითი აურა აქვს შამელს და ვფიქრობ, მხოლოდ უკეთესი იქნება, ანუ ცუდი აურა არ იქნება შამელს. დღეს აირონიკს ვეწევდი და ვერ ვიპოვე. და ისიც საყვარელი მომენტია, როცა ფანას მომენტები რო არა იმაში, ოთახში შავი კატას, ეზოში შავი კატაში. აი ეს რომ ხახტები რომელიც. არ ვიცი. Elder Rudorni მომწონს ლამაზია. ამის მერე ალბათ რამდენიმე ვიდეოს უყურებ, რომლებიც მეგობრებმა დამენიკეს. ხო, shout-out-ი მინდა გავუკეთა კევას. ნიკიტას და ბუაჩიძეს ან. თუ მოიხადებიან თესლი იქნება, იმიტომ რომ ქართული YouTube ანუ როგორი თემა იცი. ხალხი იმას უყურებს, რაც დიდრულად გამოიყურება რა ქართული YouTube-ში. უბრალოდ ქართველები. მარტო ქართული YouTube-ში არა, ხო და. ცუდად არ გამოიყურება, ანუ მომხილვავი გარემო აქვთ რა. და იმედია ნიშონიან ნახოს, ბევრ ნახოს და პოპულარული გახდებიან, ნიშონიან ფულს აღარ მოუწევთ მუშაობა და იქნებიან ბედნიერები. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება და თუ ეს მასწავლებლები მალე მორჩება, მაგრამ რეალურად არ ვსწავლობ და ამიტომ რომც მორჩეს, არ ვიცი. რომც მორჩეს დიდად არაფერი შეიძლება. გარდა იმისა, რომ კვირაში რამდენი საათი? 5 2 ეგათი 14 ხო რა, კვირაში 14 საათი არა 16 კვირაში 16 საათი დამეზოგება. ანუ ბევრი არც არის რა. მაგრამ რაღაც პანჩი არის. ისტორია კარგია ხოლმე, იმიტომ რომ შემიძლია ისტორიაზე დავიძინო. თან ისეთი მოსაბეზრებელი და მოსაწყენია ხოლმე, რომ მარტივად მეწინება და კარგია ეგ. მალე 4 არა 5 რა არის 5 დღეში მაგ დავადების ხან 13-ში მაგ დავადების ხან, მაგრამ 14-ში ვიხდიდი ყოველთვის რა. ძველი სახელმწიფოს მომთხოვდი თვითონ რა რაღაც, რომ ალბათ იმიტომ რომ ორჯერ არ მოუწევდათ ჩემს სუფრის გაშლა და რაღაცება რომ 14-შიო რა. ხო და ამ დავადების დღეს 15-ში გადავიხდი, ანუ 13-ში უკვე ვიქნებით 18-ის, მაგრამ 15-ში გადავიხდი, ანუ 13-ში უკვე ოფიციალურად გავხდები პედოფილი. ხუმრობის დონეზე მომწონდა ეგ რაღაც რა, მეთქი ვა პედოფილი თესლია. მაგრამ რეალურად არ მაინტერესებს. ანუ მართლა არ ვარ პედოფილი. ხო, მართლა.
ვფიქრობ ძალიან გაიწელა ეს საუბარი და თან უინტერესო იყო. ამიტომ დროა გავთიშო. ბედნიერ ცხოვრებას.